ანატომიის დღევანდელი გადაცემაც ნაცნობ და უცნობ პარლამენტზეა, რომლის წევრებიც ისევ და ისევ უარს აცხადებენ ჩვენთან საუბარზე, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაძლებელია თქვენთვის არსებულ ყველა შეკითხვაზე გაცემული პასუხი იყოს. ანატომიის დღევანდელ გმირს თითქმის არავინ იცნობდა. მისი ბიზნესის და თვითონაც როგორც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილი სუბიექტი ქართულ რეალობას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოევლინა. პრინციპში ბიზნესმენობა მას სულ რაღაც 4 წელი დასწალდა და მალევე პარლამენტის წევრად იქცა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას ცხოვრებაში თავში აზრად არ გაუვლია პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ზედმეტად დაჟინებული თხოვნა გადეპუტატობაზე პირდაპირ პროპორციულია ხოლმე ბიზნესის კეთების უფლების მოპოვებაზე და თავისუფლებაზე ყოფნის შესაძლებლობისა. ალბათ ამიტომაც გვყავს ამდენი წარმატებული ბიზნესმენი დეპუტატი თუ პოლიტიკოსი. თემურ კოხოძის კუთვნილი კომპანიიდან და მათი შვილობილი კომპანიებიდან ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყურაბაში 9 მილიონი ლარი გადაირიცხა. ეს ოფიციალურად. თემურ კოხოძემ იყიდა საირმის კურორტი 60,000 ლარად, რაც კურორტის რეალური ღირებულების 10%-ია. თემურ კოხოძე ამ სკანდალის მერე გადაურჩა იმპიჩმენტს. ვისია რეალურად საირმე? რატომ დადის პრეზიდენტის მამა კურორტის მოსანახულებლად და როგორ იშოვა ჯიბის ფულად მილიონ ლარზე მეტი კოხოძემ ერთ წელიწადში? თეგეტა მოტორსი თუ პარლამენტი? სად უფრო ხშირად ჩნდება დეპუტატი? და გითხრათ, რომ ჩემმა მთავრობამ გაყიდა ჭიათურ მარგანეცი, რომელიც ეკუთვნოდა ჩემ დიდ ბაბუას ჯიბო აბაშიძეს. ჭიათურ მარგანეცი, საქართველოს მთავარი საწარმო. მისი ქალიშვილი თამარი სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დღემდე გვაქვს ჩვენ ტრესტის განლაგებულია იმ სახლში, რომელიც იყო ბაბუაჩემის სახლი. ასე რომ გადაეცით გოჩა თქვენ ადგილობრივებს, რომ მე ჩემ წილზე ჭიათურ მარგანეცი თქვი უარი. პრეზიდენტმა საზოგადოებას დააღვედრა საკუთარ ქონებაზე უარის თქმა. ძნელი და საზუსტებელი კი აღმოჩნდა საერთოდ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული ობიექტი და ვის უნდა ჰქონოდა ამ ობიექტზე ფლობის პრეტენზია, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პრეზიდენტს არ უხსენებია საკუთარი მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდია განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა სამკურნალო კურორტებისადმი. მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი 2010 წლის მონაცემებით თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის ერთპიროვნული მმართველია. მართალია ამ ობიექტის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ ბალნეოლოგიურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებიც პრეზიდენტის მამას ცენტრის ფაქტობრივ მფლობელად განიხილავენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ პირად საუბრებში. თუ არ ვცდები, გასულ წელს იყო აქ ჩამოსული და ძალიან კაი პიარი გაუკეთა ამ კურორტს. პრეზიდენტის მამამ. და თვითონ პრეზიდენტი ჩამოსული იყო, რამდენადაც პრეზიდენტს რომ აქ კარგად იცის ბალნეოლოგიური კურორტები, პიარი გაუკეთეს. არა, ჩამოიყვანეს რამოდენიმე მეცნიერი მუშაკი, პროფესორები იყვნენ ჩამოსულები. დეპუტატი თემურ კოხოძე საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სწორედ ამ კომენტარის წყალობით გახდა, რომელიც მან კვირის რეპორტაჟში მისცა. მალევე კოხოძე საინფორმაციო ველიდან გაქრა. კოხოძე ამბობს, რომ ის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა და 60,000 ლარად კურორტის საირმე ინვესტორების მოსაძიებლად შეიძინა. ეს ადამიანები არიან პირად მომსახურებაშიც ოჯახს ემსახურებიან როგორც ხელის ბიჭები ისე თუ გავითვალისწინებთ შემდეგ ფაქტებს. აიგივე კობა ნაყოფია სახლს უშენებს სანდრა რულოვსის. ბატონმა კოხოძემ, რომელმაც 1 ლარად შეიძინა საირმის ბალნეოლოგიური კურორტი, რეალურად ამის უკან დგას სააკაშვილის მამა. სააკაშვილის მამის საკუთრებას წარმოადგენს ის ამავე დროს მესაკუთრეა ბალნეოლოგიური საავადმყოფოსი თბილისში, რომლის პრივატიზება უკანონოდ მოახდინა თავისთავად სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მამას აჩუქა და ეს, ასე ვთქვათ, წრედი რო შეკრულიყო, მას დაემატა ზემოდან და მამამის აჩუქა ასევე ბალნეოლოგიური კურორტი საირმის სახით, ოღონდ მის რეაბილიტაცია განხორციელდება კოხოძის ფულით. რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლური ფასად გადაცემა ქონების. ანუ 60,000 ლარად. შემდეგ მოხდა რა? რაღაც ქონების რაღაც ნაწილი გამორჩა გადაცემის დროს საბუთობრივად. შემდეგ ბოლო მთავრობის თომაზე, ანუ სამშაბათს მოხდა იმ გამორჩენილი 364 კვადრატის გადაცემა 1 ლარად. 100% რა თქმა უნდა,
ვარ მე დამფუძნებელი დასაფიცერებელი საჯარო ინფორმაცია. ეხლა ეს უკრაინელი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მე გავაკეთე ესე გავაკეთე. იმდენად რამდენადაც მე მაქვს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ კურორტის განვითარებას. პასუხისმგებლობა გაღებული პრეზიდენტის დავალებით და თვითონ მე მინდა რომ მართლა ნამდვილად აი რაღაც შეიქმნას, გაკეთდეს, რომ აქედან შესაბამისად მუნიციპალიტეტში შემოსავალი შევა. ესეთი რამე არის აბსოლუტურად დაუშვებელი და წარმოუდგენელი. როცა დეპუტატი მეს ამბობ, როცა შენ რაღაც ბიზნესს აკეთებ, მეს ამბობ, როცა შენ კურორტს ყიდულობ, მეს ამბობ, როცა შენ ამბობ, რომ მე ვერევი კონკრეტულად რაღაცა ბიზნესის განვითარებაში. და გაგახსენებთ მე, იმის შემდეგ ბატონი კოხოძე ეკრანებზე არ გამოჩენილა, მის მაგივრად ლაპარაკობს ბატონი მაჭავარიანი. ორჯერ გამოჩნდა ბატონი მაჭავარიანი ტელეეკრანებიდან, მის კარგად მახსოვს და მან ახსნა კოხოძის თანამონაწილეობა კურორტ საირმის განვითარების საქმეში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტის მამა ბალნეოლოგიურ ცენტრს ხელმძღვანელობს და დაინტერესებულია საირმის კურორტის კეთილმოწყობით, ჩნდება სამართლიანი შეკითხვა. საერთოდ კოხოძეს ეკუთვნის თუ არა აღნიშნული კურორტი და ხომ არ წარმოადგენს ის პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნეს ფასადს? ამ შეკითხვაზე პასუხი შემდეგ დოკუმენტში უნდა ვეძიოთ. ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2011 წლის 18 თებერვალს არის გაცემული და აქ თეთრზე შავად წერია, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს უშუალოდ პრეზიდენტის 2011 წლის 10 თებერვლის განკარგულების საფუძველზე აქვს უფლება მოაწეროს ხელი საირმის გაყიდვის ხელშეკრულებას. თუმცა ფაქტია, რომ საირმე ოფიციალურად კოხოძის სახელზე ფიქსირდება. ვინ არის თემურ კოხოძე? 1959 წელს დაბადებულ კოხოძეს მეუღლე და 3 შვილი ჰყავს. მისი შრომითი საქმიანობა კი შემდეგნაირად გამოიყურება. 1976-78 წლებში გახლდათ თერჯულის რაიონის მეორე ტრესტის მეოთხე მოძრავ მექანიზებული კოლონის მუშა. 78-დან 88 წლამდე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. 80-დან 82 წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიხადა. 1989-90-იან წლებში ფოთის ავტოტრანსპორტო საწარმო სოვავტო ფოთის მექანიკოსი, ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი დისპეჩერი იყო და ასევე ექსპლუატაციის სამსახურის წამყვანი ინჟინერი, გარდა ამისა იყო დირექტორის მოადგილე ექსპლუატაციის დარგში. 90-91 წელს გახდა ზესტაფონის სამშენებლო სარემონტო ფირმა ეკოლოგიის სამუშაოთა მწარმოებელი. 91-დან 95 წლამდე ბაღდათის რაიონის ფირმა ბაღდათის პრეზიდენტი. 1999 წელს გახდა თბილისის შპს იკარუსის დირექტორი. 2003 წლამდე კი თბილისის შპს ავტოტექსპორტის დირექტორი. 2003-დან 2007 წლამდე თბილისის შპს თეგეტა მოტორსის გენერალური დირექტორი. 2008 წელს გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. დეკლარაცია დეპუტატ კოხოძეს სხვა ბიზნესმენი პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით შედარებით თამამი აქვს. თემურ კოხოძე მიწის ნაკვეთს ფლობს საქართველოში, შულავერში, მარნეულის რაიონში საერთო პარტით 8800 კვადრატული მეტრი. მისი მეუღლე ლია წაკაძე ასევე მიწის ნაკვეთს ფლობს ბაგების სატყეო უბანში საერთო პარტით 2000 კვადრატული მეტრი. ასევე მეუღლის სახელზე ირიცხება თბილისში ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ფართობით 185 კვადრატული მეტრი. ასევე მეუღლეზე ირიცხება ავტოფარეხი იგივე მისამართზე და მეორე ავტოფარეხიც იგივე მისამართზე. თემურ კოხოძე არ მალავს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ წილებს შემდეგ კომპანიაში. თემურ კოხოძე შპს თეგეტა მოტორსი პარტნიორი და მიღებული შემოსავალიც 1 წლის განმავლობაში ამ კომპანიიდან 903,645 ლარი მიიღო. თემურ კოხოძე ასევე შპს თეგეტა ლოჯისტიკის პარტნიორია. თემურ კოხოძე ასევე შპს GAP-ის პარტნიორია. მეუღლე კი ბაღდათ სერვისის პარტნიორია. ლია წაკაძე ასევე არის პარტნიორი შპს TCV-ში. ასევე მეუღლის სახელზე ირიცხება შპს ბრედი. თემურ კოხოძე კი უშუალოდ გახლავთ საირმის განვითარების კომპანიის პარტნიორი. ლია წაკაძე გახლავთ ასევე გრუპ თემის პარტნიორი. გრუპ თემის პარტნიორი გახლავთ ასევე თავად თემურ კოხოძე. გარდა ამისა, ბატონი დეპუტატი გახლავთ ასევე პარტნიორი შპს ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიაში. თემურ კოხოძე გახლავთ ასევე თეგეტა პრემიუმ ვექილსის პარტნიორიც, ასევე ტრანსკავკასოს რენტალ სერვისის პარტნიორი, ასევე ფრეშ თეგეტა მოტორსის პარტნიორი, რომელიც უკვე რეგისტრირებულია სომხეთში, ერევანში, კერძოდ რუბინიანცის ქუჩის 31 ნომერში. კოხოძეს მითითებული აქვს, რომ ხელფასის სახით მიღებული აქვს 49,362
112 ლარი, ხოლო შემოსავლის სახით მხოლოდ თეგეტა მოტორსიდან მიღებული აქვს 903,645 ლარი. ხელზე კი დეპუტატს ნაღდი ფულის სახით 2011 წლის 17 მაისისთვის 1,600,000 ლარი ჰქონდა, რაც როგორც ჩანს ერთ წელიწადში იშოვა, იმიტომ რომ გასული წლის დეკლარაციაში კოხოძეს ხელზე მხოლოდ 7,000 ლარი ჰქონდა და მისი კუთვნილი კომპანიებიდანაც არ ფიქსირდება შემოსავალი. თუმცა 2011 წელს აქვე ირკვევა, რომ კოხოძეს 7 მილიონზე სესხის ხელშეკრულება აქვს გაკეთებული და ასევე შემოსავლის სახით მითითებული აქვს 1,140,987 ლარი. თუმცა დაკონკრეტებული არ არის ეს დახა საიდან მოდის, ან ის 7 მილიონი საწავიდა. გარდა ამისა, არც 2011 და არც 2010 წლების დეკლარაციაში არ ფიქსირდება გასავლის სახით კურორტ საირმეში გადახდილი 60,000 ლარი, მაგრამ საირმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი გაუგებრობაა. აუდიტორული კომპანია Audit Prevegis დასკვნის მიხედვით, საირმის კურორტის რეალური ფასი 611,812 ლარია, ანუ კოხოძემ ის რეალური ღირებულების თითქმის 10%-ად შეიძინა. აუდიტორული კომპანიამ კი საკუთარი მონაცემები ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა. რატომ მიიღო კოხოძემ მინიმუმ 571,812 ლარიანი დისკაუნტი კურორტის შესაძენად? ერთი და იგივე პირმა, სხვადასხვა ფირმების, 6 ფირმის მეშვეობით უზარმაზარი თანხა გადარიცხა ნაცმოძრაობის ყულავაში, რის სანაცვლოდაც მიიღო დეპუტატობა, მიიღო შეღავათები თეგეტა მოტორსმა და ასევე ხელი-ხელს ბანსო ამ პრინციპით ადგა ნაციონალური სააკაშვილის მამისათვის არემონტებს ახლა საირმის კურორტს. აი ჩვენ ანუ ჩამოყალიბდა საქართველოში ოლიგარქთა კორპუსი, ძარცველთა კორპუსი, რომლებსაც მონოპოლიური მდგომარეობა აქვს შექმნილი მთლიანად ბაზარზე, ყველა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობენ ისინი, სხვა ცხვირს ვერ ჩაყობს და კისერს წაატეხინებენ, მიათრევენ ვირის აბანოში, რომელიც ტოპურიძემ, ვანო მერაბიშვილმა და ამ კრიმინალებმა შექმნეს და ამავე დროს აი ეს ეგრეთ წოდებული მილიონერები, კოხოძეები არიან შახის კარზე მომსახურეები ბატონისა. პირდაპირ გადარიცხვებით კოხოძეები, ნაყოფიები, სამადაშვილები და სხვები ართმევენ ძღვენის სახით სააკაშვილს და მის ოჯახის წევრებს ისევ და ისევ ხალხისგან ნაძარცვ ფულს და ქონებას. ირკვევა, რომ თეგეტა მოტორსმა საკუთარი და შვილობილი კომპანიების სახელით ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ფონდში 9 მილიონი ლარი გადარიცხა. კანონის მიხედვით, რომელიც დეპუტატს უკრძალავს სამეწარმეო საქმიანობას, ასევე აკრძალულია მომგებიანი კომპანიის მაკონტროლებელ ორგანოში პარლამენტის წევრის არსებობა. თუმცა ის სიტყვა პარტნიორთა კრება მითითებული არ არის. არც ის არის დაკონკრეტებული თუ კომპანიის მაკონტროლებელი ორგანო წესდების მიხედვით პარტნიორთა კრებაა, აქვს თუ არა კანონმდებელს უფლება იყოს ამ კომპანიის პარტნიორი. ფაქტი კი ის არის, რომ კოხოძე კომპანიების ხელმძღვანელი პირების დანიშნულ მოხსნაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, მის სახელზე რეგისტრირებული თითქმის ყველა კომპანიის ხელმძღვანელად კოხოძეს მშობლიური ბაღდათელები ან მისი უახლოესი გარემოცვის წევრები არიან დანიშნულები, მაგრამ კოხოძეს იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში არ დამდგარა. საპარლამენტო ოპოზიციიდან მოუწოდეთ უმრავლესობას, რომ სასტრაფოდ ყოფილიყო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომა და დაწყებულიყო ამ საკითხის განხილვა. რაზეც პასუხი იყო შემდეგი. კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი გოგორიშვილი არ გახლავთ საქართველოში, ის ჩამობრძანდება ძალიან მალე საქართველოში დაბრუნდება და ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის განხილვას. მე არ ვამბობ, რომ თქვათ ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა სხვა პროცედურების ამუშავება და უკვე საიმპიჩმენტო პროცედურებზე გადასულიყო საკითხი, მაგრამ სულ მცირე საკითხი უნდა გამოსულიყო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის განხილვის დღის წესრიგში და ჩვენ უნდა გვემსჯელა, რასთან გვაქვს შეხება. რა თანამონაწილეობის ხარისხით განისაზღვრება ბატონი კოხოძეს თანამონაწილეობა კურორტ საირმის განვითარების საქმეში და რა შუაშია თეგეტა მოტორსი კურორტ საირმის შეძენის
საკითხზე, როცა ჩვენ საუბრობთ. მაგრამ თქვენ ნახეთ ძალიან კარგად, ქალბატონი გოგორიშვილის ჩამობრძანა და არავითარი კომიტეტი არ შეიკრიბა და ეს ყველაფერი შემდეგ აი იქამდე სანამ თქვენ ეს არ გაგახსენდათ ეს ამბავი, მანამდე ამაზე სიტყვა არ დაუსვენებია. კოხოძე თავის ძველ ინტერვიუებში ამტკიცებს, რომ თეგეტა მოტორში მისი ბიზნეს პარტნიორის ზაურ ცხადაძის დაკავებას პოლიტიკასთან არაფერი საერთო აქვს, თუმცა მათი გარემოცვის წევრები პირად საუბრებში მსოფლიო ჩემპიონის დაპატიმრებას ნაციონალური მოძრაობის საერთო ყურებაში თანხების შეტანაზე უარის თქმას უკავშირებენ და იმასაც ამბობენ, რომ კოხოძემ ცხადაძით ხარკი გადაიხადა. თემურ კოხოძე ისევ პარლამენტშია, მიუხედავად იმისა, რომ პოსტრევოლუციური პარლამენტიდან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ბადრე ნანიტაშვილი ზუსტად სამეწარმეო საქმიანობის გამო გარიცხეს. რეალური мотиваცია კი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებული სატელევიზიო არხის ფლობელობა იყო, აცხადებს ნანიტაშვილი. დეპუტატი პარლამენტიდან 10 დღეში გარიცხეს. ტელევიზიაზე მიდიოდა, ხდებოდა ზეწოლა ჩვენ ტელევიზიის მიმართ, იყო შემოთავაზებები ჩემზე ტელევიზიის ყიდვის. ვინ თავაზობდა? თავაზობდა ოქრუაშვილი 2004 წელს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ოქრუაშვილი, თავაზობდა ტელევიზიის ყიდვას, სხვადასხვა თანხით, სხვადასხვა ჩამორთმეული ორგანიზაციების გადამოცემაში გაცვლა მომხდარიყო ჩემი ორგანიზაციის სხვადასხვა შემოთავაზებები იყო. მაშინ ნაციონალური მოძრაობის სახელით თავაზობდა. კი, თავისთავად, იმიტომ რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ, ჩვენგან მოხდა ირაკლი ოქრუაშვილთან, ჩვენ მოგვიდა დიდი დაპირისპირება ამის გამო და ამის შემდეგ ჩაერია პრეზიდენტმა დამირეკა მე და მითხრა, რომ ამ საკითხს მოაგვარებ და შემდეგ მოხდა ჩვენი შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით და ჩვენი შერიგება მოხდა მე და ოქრუაშვილის და ოქრუაშვილმა იმ დღეს მე გამომიცხადა სუფრაზე, შემდეგ სუფრა ქონდა და იყო დასასრული და მითხრა ასეთი რამე, რომ მოვა დრო, როდესაც მეტყვის, რომ თვითონ არ ზდომებია ტელევიზიის წართმევა. მე ჩავეკითხე მაშინ, მაგრამ იმან უარი მითხრა, რომ სხვა დროს მოვა დრო, როცა მე გეტყვი ამას. ანუ ოქრუაშვილს არ უნდა ტელევიზიის წართმევა? მე არ ვიცი, უნდა და თუ არა, ყოველ შემთხვევაში ეგრე მითხრა და ამის შემდეგ გადის ერთი წელიწადი თუ ცოტა მეტი დრო, როდესაც ჩვენ უკრაინაში ვხვდებით, უკრაინაში მივდივართ ერთად ოქრუაშვილთან ერთად და იქ ერთ-ერთ ადგილზე გამომიცხადა, რომ მე ახლა ადრე რომ უნდა მეთქვა ის, მე რო გითხარი, რომ მოვადრო რომ გეტყვი, აი ახლა მინდა გითხრა, რომ ეს იყო სააკაშვილის პრეზიდენტის დავალება, რომ შენგან გვეყიდა ტელევიზია, შენგან და ზუგდიდის გრიჩა ქობალიასგან უნდა გვეყიდა ტელევიზია, ხოლო დანარჩენი ტელევიზიები ზოგი წაგვერთმია, ზოგი ზეწოლით, რომ სულ ყველა ტელევიზია, რეგიონალურ ტელევიზიებზე ლაპარაკი, სულ ყველა ტელევიზია მოქცეულიყო ერთ ხელში და ერთ ხელს ემართა ყველაფერი. ბატონი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ისევ ვერ ხედავს. მე როცა ვიყავი შევალაძის თავრობაში, მივედი, თქვი რომ აი შენახარ კოლოპირებული, შენახარ აი შენი სახლები, ამ დარბაზში არის საქართველოს პოლიტიკური ელიტა. და აგერა ეს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის ნაცავი აქ იყო ერთი, მაგრამ წავიდა, მაგრამ შეიძლება მასზე ლაპარაკი, მინისტრები, დეპუტატები, მოსე, პოლიტიკური ელიტა არის აქ შეკრებილი დღეს. თუ თქვი ამბობთ ას, მოდი თქვით მე. თუ კატა არის ოთახში, დავიჭიროთ, ხო, აბლელი ოთახი არის, მე განათებულია თეთრი საქართველოს უყურებს. ვინ არის ამ კორუმპირებულ მაინტერესებში? ეს რა თქმა უნდა თემურ კოხოძის საქმიანობის გარშემო და ჩვენს ხელში არსებული ყველა დოკუმენტაციის არასრული ჩამონათვალი. უბრალოდ ყველა იმ ტენდერის დათვლამ, რომელიც დეპუტატის სახელზე არსებულ კომპანიებს აქვთ მოგებული, კოლოსალურ თანხებს მიაღწია და ეს ანატომიის ცალკე გადაცემის თემაა. ფაქტი კი ის არის, რომ ვერავინ 150 კაცი ამ პარლამენტში ვერ ამჩნევს იმას, რასაც ვერ ხედავს პრეზიდენტი. იქნებ 190 ძიაში შეამჩნიოს ვინმემ და ვიდრე ქართველი კანონმდებლობის რიცხვი გაიზრდება, ჩვენ ვიფიქროთ საკუთარ ანატომიაზე.